როგორ შევამციროთ ყურის ანთება ბავშვებში? ჩვენ ვართ პედიატრი ძმები. ბავშვებში მით უმეტეს პატარა ასაკში ძალიან ხშირი არის შუა და გარე ყურის ანთება, ამიტომ ჩვენ ახლა გასწავლით თუ როგორ შეგვიძლია ის თავიდან მაქსიმალურად ავირიდოთ. კი, შუა ყურის ანთების თავიდან ასაცილებლად პირველ რიგში უნდა წავახარისოთ ძუძუთი კვება. მეორე რიგში მნიშვნელოვანია, რომ დაწოლილ პოზიციაში არ ვაჭამოთ ბავშვს. მესამე, თუ ბოთლიდან ვაჭმევთ ბავშვს, არ უნდა დაუტოვოთ ბოთლი, ამანაც შეიძლება ხელი შეუწყოს შუა ყურის ანთების განვითარებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ავცრათ პნევმოკოკზე და აუცილებელია ისიც გავითვალისწინოთ, რომ მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ სიგარეტის კვამს. რაც შეეხება გარე ყურის ანთებას, აქ უნდა დავიმახსოვროთ ის, რომ აუცილებლად თავიდან უნდა ავირიდოთ ყურის არამიზნობრივი და არასწორი და ხშირი წმენდა. მეორე რაც უნდა გვახსოვდეს ის არის, რომ სისველე მაქსიმალურად უნდა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი ყურის ნიჟარაში და თუ ბავშვი ცურვაზე დადის და მიდრეკილი არის ყურის ინფექციებისადმი, დაიმახსოვრეთ, რომ აუცილებლად უნდა შევამციროთ ცურვის სიხშირე. დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენ შოს თუ ქონია ყურის ანთება. დროებით.